2003 წლიდან საქართველოში დამკვიდრდა რეჟიმი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს მტრად აღიქვამდა. თითქოს სახელმწიფოს მთავარ მიზნად იქცა შიში და ეთესა ადამიანებში. სასიკვდილო განაჩენი გამოქონდათ ყველასთვის, ვინც მათთვის უბრალოდ მიუღებელი იყო. ნულოვანი ტოლერანტობის შემქმნელი რეჟიმის სისხლიან მმართველობად იქცა. ქუჩაში დახვრეტილი ათეულობით მოქალაქე, ციხეში ნაწამები ათასობით პატიმარი და 100,000-ობით გამწარებული ოჯახი დღემდე ნაცმოძრაობის მიერ მიყენებულ ჭრილობებს იშუშებს. თუმცა არსებობს ტკივილი, რომელიც არასოდეს ნელდება და დროც ვერაფერს შველის. სწორედ ასეთი ტკივილით წარს დგას საგამოძიებო კომისიის წინაშე თამარ ცინდელიანი. მისი ისტორიის მოსმენა სულის ტკივილამდე მძიმეა და ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც გაუბედურებული დედის ხმამ სისხლი არ გაუყინა ძარღვებში. ქალბატონი თამარ არღვლიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ და ხელით მოკლული დავით ცინდელიანის დედა. დავით ცინდელიანი ახალგაზრდა კაცი იყო სვანეთიდან. პატიოსანი და ქვეყნისთვის მებრძოლი, ქვეყანაზე და ხალხზე გულშემატკივარი. სწორედ ეს სამშობლოს სიყვარული არაპატია სააკაშვილის რეჟიმმა 29 წლის ბიჭს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ცინდელიანი მამასთან ერთად სატყეო დეპარტამენტში რეინჯერად მუშაობდა. უწყინარდა საკუთარი საქმის უსიტყვოდ შემსრულებელ ახალგაზრდას რეჟიმმა სიმართლის თქმა და თანამემამულეების დაცვა არაპატია. ძირის ძირობამდე განიცდიდა იმას, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ქუჩაში ბიჭების დახვრეტები, ციხის ამბები, კოდორის ამბები და სახელდობრ ნურა კვიციანის უდანაშაულო ქალის ჩემი რძლის ბიძაშვილის მეუღლე იყო, მისი დაჭერა და უდანაშაულოდ დასჯა. ყველაფერს ამას განიცდიდა, გულთან ახლოს მიჰქონდა და როცა შეხვდებოდა ამ ნაციონალებს, პირს შეახლიდა მათ სიბინძურეებს. მისმა ასეთ ხასიათმა განაპირობა ეს მისი ბედის წერა. იმ წელს არჩევნები სტარდებოდა და ალბათ შეეშინდათ, რომ ხალხი მის მხარეზე არ გადაებირა. 2008 წლის 16 აგვისტოს დავით ცინდელიანი მოტყუებით ვითომ თათბირზე დაიბარეს და ქუთაისის გზაზე საკუთარ მამას ხელიდან გასტაცეს. 2008 წლის 16 აგვისტოს ალბათ 2-დან 3-მდე, ახლა ზუსტად არ მახსოვს დრო. მოვედი ამ ადგილას ვაჩერებ მანქანას, სიგნალს ვაძლევ და გამოდიან მამაშვილი ორივე, ზაურ ცინდელიანი და დავით ცინდელიანი. და თუ მეუბნება ზურგი მტკივაო, ვერ მოვდივარო და ამის მერე ხდება გადარეკვა და მეუბნებიან, რომ გინდა თუ არა ყველა ვარიანტი უნდა ჩამოიყვანო. ფეხიც რო კონდეს მოტეხილი უნდა მოიყვანო. მე ჩემთან ერთად ისმენენ, შედის დათო, დაახლოებით წუთ ნახევარ 2 წუთში გამოდის და ამ ადგილას ვждებით ყველა ერთად, ამ გზით ჩავდივართ და მივდივართ ქუთაისში. ყოველ ნახევარ საათში მირეკავენ. სათხართ. თანამშრომლები არის სატყეოს დეპარტამენტის და ჩვენი უშუალოდ სამმართველოს თანამშრომლები. ხიდს გადავდივარ და ხიდს რო გადახვალ, ქუთაისში უნდა ჩაუხვიო წყალტუბოს გზატკეცილისკენ. იქ ავწდი, დაახლოებით 100 მეტრო უკვე გავიარე და მივხვდი, რომ ავწდი და ვაჩერებ მანქანას. მანქანას ვაჩერებ და ჩემ გვერდით ზაური ცინდელიანი, მამამისი დათოს მამა, ეკითხება წყალტუბოს გზატკეცილისკენ როგორ გავუხვიოთო და ამ მომენტში უკვე 3 ახალგაზრდა კაცი მომადგა მე, თითქმის სამივეს შავი მაისური ეცვა. ჩემს უკან ზის დავითი და შენ გადმოდიო. მე ვეუბნები, მეთქი დაბარებული ვარ თათბირზე, გვეჩქარება რაღაცა თქვა და ვიცითო და გადმოვიდა დავითი, ახლა ვდგევართ, ზაურიც გადმოვიდა, ვდგევართ ისე, მოკიდეს ხელი და მიყავთ და სად მიყავთ თქვა, გვეჩქარება თქვა და გამოგყევითო ქალაქის მთავარ სამმართველოში. ჯდები მანქანაში, ჯდებით უცებ ზაური რომ არ დავკარგო კვალი, არ ვიცით სადა ეს მთავარი სამმართველო და გასაღები გამომძვრალი აქვს მანქანას არა.
მას შემდეგ წლების განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა გამწარებული ოჯახი გაუჩინარებულ შვილს და ერთადერთ იმედს ხავსივით ეჭიდებოდა, რომ ცხედარიც არსად ჩანდა და დედის გულს ბოლომდე სჯეროდა შვილს ცოცხალს დაიბრუნებდა. მე ცოცხალი მეგონა, არ მეგონა რომ იმას სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ, უდანაშაულოთანაც. ცინდელიანების ოჯახის ერთადერთი იმედი და ნათელის ხივი მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აღმოჩნდა. ჩვენი კეთილი პატიოსანი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დღე დაღამე მოსვენებას რომ არ ვაძლევდი, თელ თავის ძალისხმევას არ მიშურებდა ამ საქმის გამოძიებისთვის, მაგრამ ვერაფერ შედეგს ვერ ვაღწევდი. ოჯახთან ერთად ყველა ხერხით ცდილობდა დავით ცინდელიანის ადგილსამყოფელი და ამბავი გაეგო. ქალბატონი თამარ არღულიანი ძალიან ხშირად ჩამოდიოდა ჩემთან სახალხო დამცველი ვიყავენ პერიოდში, ეძებდა შვილს, რა თქმა უნდა დარწმუნებული ვიყავით რომ ის ცოცხლად პოვნა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ რამდენჯერაც გადავწყვეტდი რომ ბრიფინგი ჩაგვეტარებინა ამ თემაზე ან რაღაცა ესეთი იურიდიული ნაბიჯი გვედგა, მას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ. ხშირად მისი ადვოკატის მეშვეობით ხშირად პირისპირ და ეუბნებოდნენ რომ თქვენი შვილი არის ცოცხალი, ჩვენ მოუნახეთ, იქ სადღაც იმალება და თუ ეხლა ხმას ამოიღებ, ის შეიძლება ვეღარ ნახოთ ცოცხალი, შეიძლება მოკლან, ვიღაცებს ყავთ მოტაცებული და ასე თითქმის წელიწად ნახევრის განმავლობაში კი არა 2 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ასე ატყუებდნენ დედას. გარდა იმ სისასტიკისა, როგორც მოხდა ამ ადამიანების დახვრეტა, ეს კიდე ცინიზმის მწვერვალი იყო, როცა ოჯახის წევრებს ასე ატყუებდნენ. რეჟიმის სისასტიკის ადამიანური ენით აღწერა ალბათ შეუძლებელია. უდანაშაულო ადამიანი გაიტაცეს, მოკლეს და ცხედარიც არ აღერსეს ოჯახს, რომ ღირსეულად დაეკრძალათ და ჭირისუფლები ყოფილიყვნენ. სააკაშვილს ყველაზე მეტად ჭკვიანი, განათლებული და პატრიოტი ადამიანები აშინებდა და სწორედ ასეთებს ებრძოდა მისი რეჟიმიც და ამას შეეწირა დავით ცინდელიანიც. მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შავებში ჩაცმული, სასოწარკვეთილი დედა არაფრად ჩააგდო და პასუხის ღირსად არ გახადა. შევხვდი ორჯერ სააკაშვილს, სადის სააკაშვილს ჩემი განცხადებით. ყველაფერი მოვახსენე. ვისი დავალებით ჩამოვიდა ქუთაისში, რომელ ადგილას იყო, ბანკის წინ ვიდეო თვალიც იყო დამონტაჟებული. ესენი ყველაფერი მოვახსენე, ქუთაისის სპეცნაზმა რო აიყვანა ისიც უთხარი ყველაფერი. პირველად შევხვდი მესტიაში. რაღაცა დღესასწაული ტარდებოდა, რაღაცას გახსნასთან გზების იყო თუ რაღაცა, არ მახსოვს კარგად ახლა როგორ მოგატყუილოთ, ზეიმი ტარდებოდა. უკრაინიდანაც ჩამოყვანილი ყავდა გუნდის გამოდიოდა. პირველ დღეს ძალიან ვიწვალე. სასტუმროში იყო და იმ სასტუმროსაც არ მიმხელდნენ, რომელ სასტუმროში იყო, რომ შევხედრილი ვიყავი, ძალიან გამიჭირდა. ბოლომდე საღამომდე ვიყავი და ვერაფრით ვერ მოვახერხე, თვითონ ისვენებდა და აღარ შემხვდა პირველ დღეს. მეორე დღესაც არა და ზეიმზე მივედი. იქ და მის გვერდით დავდექი. და ის დაცვა რო იყო თავისი, თვითონ და ეს დაცვა იქით-აქიდან, იმათ გვერდით დავდექი, მივაღწიე იქამდე, ძლევს ამდენ ხალხში, შევაღწიე ჩემი განცხადებით და მოვახსენე. ასეთი გაჭირვებული დათო ცინდელიანის დედა ვარ, ერთი-ორი სიტყვა მომისმინე, აგერ განცხადება ხელში მაქვს და მიითხრა, რომ ამის დაცვის ვიღაცა იყო თავისი დაცვა, ამას გადაეციო განცხადება. პირველი ეს იყო. მეორე ჭუბერში მოვიდა. რაღაცის გახსნას აპირობდნენ იქ გზების თუ რაღაცა და იქ ხოჩვეოდა ხალხი გამოივლი და ხელს ართმევდა ყველას და იქ არ მომცეს დაცვამ საშუალება რომ პირდაპირ და ჩემთან რომ მოვიდა ხელით დავიჭირე და ყველაფერი მოვახსენე. აგერ განცხადება მაქვს, ერთი განცხადება მოგეცი, მეორე აგერა მაქვს, არაფერი რეაქცია შენგან არ იყო მეთქი, ხო და დაცვას მიეციო, იქაც ის მითხრა და დაცვას გადავეცი. დავით ცინდელიანის მამა შვილის ამბავს გადახვა. განადგურებული ოჯახი ბოლო წამამდე არ კარგავდა იმედს, ცოცხალი ეპოვათ შვილი, თუმცა უამრავი თხოვნის, ძებნისა და მცდელობის მიუხედავად საპასუხოდ ტყუილებსა და დაცინვას იღებდნენ. 2012 წელს, როცა სისხლიანი რეჟიმი ქართულმა ოცნებამ დაამარცხა, დავით ცინდელიანის ბურუსით მოცულ საქმეს ნათელი მოეფინა. იღეს დათახალა ესაგან ბრძანება
რომ დათო ცინდელიანი კი ჩაიყვანა თბილისში, არამედ ჩაიყვანა ქალაქ ბათუმში და გადაეცათ აფხაზეთის ყურის უფროსის რომან შამათავასათვის. რომან შამათავა მომზადებული დახვდა ამას. ჩაყვანის შემდეგ მან დათო ცინდელიანი ხელფეხებს შეკრული ჩასვა სპეციალურ კატარღაში, ეს იყო შინაგანსაქმეთა სამინისტროს სპეციალიზირებული კატარღა, გაიყვანა რამოდენიმე კილომეტრი ზღვაში და იქ სამსახურებრივი იარაღიდან ერთი გასროლით თავის არეში მოკლა იგი. ზუსტად ანალოგიური მეთოდით იქნა მოკლული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ოფიცერი პაატა ქარდავა, რომელიც უკვე ზუგდიდში დააკავეს ბაზარში, 27-თან ერთად იყო მისული ბაზარში. გამოძიება ჩატარდა 2014 წლიდან. ამიტომ მათი გვამების მოძებნა ჰქონდა მცდელობა, მაგრამ რა თქმა უნდა შეუძლებელი აღმოჩნდა. ფლობდნენ რაღაც გარკვეულ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც ვიღაცებს არ აწყობდათ და მთავარი მიზეზი იყო სწორედ ეს. სხვა რაიმე ჯაშუშობა მათი მხრიდან ეს არის გამორიცხული, ვერც ვერაფერი იქნა ნანახი ამის დამადასტურებელი. დავითის მკვლელობაში ბრალი აფხაზეთის კუდის მაღალჩინოსანს რომან შამათავას წაუყენეს და პასუხისგებაშიც მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დავით ცინდელიანი რომან შამათავამ თანმხლებ პირებთან ერთად ზღვაში ნავით გაიყვანა, მოკლა და ლოდებ გამოფმული ზღვაში გადააგდო. მამას წაართვეს და მის თანმხლებ პირებს ხელიდან პირდაპირ ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს. სამხილ ის რო არ ყოფილიყო მტკიცება, ბეტონის ფილები გამოაბეს. ზღვაში გადააგდეს, ზღვაში ჩაძირეს, ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს. ჩემი შვილი გვამიც არ მაღირსეს დასამარხად. გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ მეთოდით მოკლეს ზუგდიდის მკვიდრი პაატა ქარდავაც, რომელიც ზუსტად იდენტური სცენარით გაიტაცეს და ზღვაში გადააგდეს. სასამართლოს ხდომაზე ცინდელიანის საქმემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად უმნიშვნელო იყო მათთვის ადამიანის სიცოცხლე. ერთი გასროლით მოკლული უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ზღვაში თევზების ლუკმად აქციეს. შამათავაში სინანულს დღემდე არ იწვევს. ბოდიშიც არ მოუხდია გამწარებული დედისთვის, რომელსაც საკუთარი შვილის საფლავზე დატირებაც არ შეუძლია. ზღვაში ჩაუძირია, გადააგდო ზღვაში. ზღვის ცხოველების ლუკმა გამიხადა, ასეთი აღზრდილი, აი მთელი ხალხის წინაშე ვლაპარაკობ, რომ ერთი ადამიანი ვერ მეტყვის სირცხვილს, რომ რატო აქებ შენ შვილსაც. რომ ღირსი ყოფილიყო მე, დედა ასე ვერ ვილაპარაკებ. ხო და გადააგდო ზღვაში ჩაძირა ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადა. გვამის არ მაღირსეს და სამარხად რომ მოვკვდები ახლა. გვამის რომ ხდებოდეს ჩემი ასეთი გაზრდილი და სანაკებო შვილის ყოველდღიური განვითარებული, განათლებული. ნაციონალური მოძრაობის მმართველობა იყო წამება, სიკვდილი, შიში. სახელმწიფო გახდა იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ. მათ არ სჭირდებოდათ მტკიცებულება, ფაქტი, დანაშაული. საკმარისი იყო ეჭვი ან პირადი შეხედულება და ხოცავდნენ, აუბედურებდნენ ადამიანებს. სახელმწიფო ინსტიტუტები გადაიქცა კონტროლისა და რეპრესიების მანქანად. ადამიანები ქრებოდნენ და პასუხსაც არავინ სცემდა ოჯახებს. დავით ცინდელიანი არის მაგალითი იმისა, როგორ კლავდნენ ღირსებასა და თავისუფლებას. თამარა არღულიანი დღემდე უმიცვალებულად დარჩენილ საფლავს დასტირის და სიმწრით გაზრდილი შვილის ჭირის უფლება არ აღირსა რეჟიმმა, რომლის შემოქმედებსაც დღეს ხელისუფლებაში დაბრუნება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდათ. თამარა არღულიანი არის სიმბოლო ნაციონალური მოძრაობის სისასტიკის. ქალი, რომელსაც ხელიდან გასტაცეს ღირსეულად აღზრდილი შვილი და ვაჟკაცობისა და სიმართლისთვის დაუსაჯეს. ნაციონალური მოძრაობა მისი ლიდერის თამადობით რა თქმა უნდა გადაეფარა მისი რეჟიმის ერთ-ერთ სახეს, რომან შამათავას. სააკაშვილი ცინდელიანის მკვლელს უკრაინაში ყოფნის დროსაც კი იცავდა. ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვის მიმართ. მისი ბრძოლა ყოველთვის ემსახურებოდა აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლას. ალბათ დადგება ის მომენტი, როცა საქართველოს გაიგებს რა გაკეთებული ამ კაცს, მაგრამ მე როგორც გენერალი, როგორც ყოფილი გენშტაბის უფროსი, ვიტყვი, რომ ეს არის საქართველოს გმირი. პირველი დახვრეტა ის იყო ჩვენთვის, რომ უდანაშაულო შვილი დამიხვრიტეს. მეორე დახვრეტა ის იყო, რომ შპიონაჟი დასწამეს. მესამე დახვრეტა ის იყო, სააკაშვილი უკრაინიდან ტელევიზიით გამოდიოდა და თავში ნაცარს გვაყლიდა, ლაფს გვასხამდა.
ისა შამათავა გმირია ეს ციხეში რატო უნდა ეჯდესო? რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. არის ტკივილი, რომელიც არასოდეს ნელდება და ისტორიები, რომლის მოსმენაც ყველა ჯერზე ისეთივე მტკივნეული და მძიმეა, როგორც პირველად. დავით ცინდელიანის ისტორია მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია არ არის. ეს არის სისხლიანი რეჟიმის სახე. ეს არის ჭრილობა, რომელიც არასოდეს შუშდება და არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს. საიდან მოვდივართ და ვინ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას.